Globალური ბიზნეს ამბებით გავაგრძელოთ საქმეის აღმა და დავიწყოთ იაპონური საფინანსო ინსტიტუტის ინტერესით. SoftBank Group-ი გეგმავს 30 მილიარდი დოლარის ინვესტირებას OpenAI-ში, უმსხვილეს სტარტაპში, გლობალურად და მსოფლიოში. არსებული ინფორმაციით საინვესტიციო ბანკი არ იქნება ერთადერთი მოთამაშე, რომელიც ინვესტიციას განახორციელებს OpenAI-ში, რადგანაც მომდევნო რაუნდზე, საინვესტიციო რაუნდზე დაფინანსების მოპოვებაში დაგეგმილია დაახლოებით 100 მილიარდი დოლარის მოზიდვა, შესაბამისად სხვა ინვესტორების დაინტერესებული არიან Sam Altman-ის მიერ შექმნილი კომპანიაში ინვესტირებაში. SoftBank-ს ამასთან დაკავშირებით განცხადება არ გავრცელებია. ეს განცხადება ინფორმაცია როიტერსმა გავრცელა წყაროზე დაყრდნობით, რადგანაც ჯაჟირობით გადაწყვეტილება ბოლომდე მიღებული არ არის, თუმცა არსებობს ასეთი შესაძლებლობა და განიხილება. ფაქტია, რომ OpenAI-ში ინვესტირებით მსხვილი მოთამაშეები კვლავ არიან დაინტერესებულები, მიუთითებს ეს ფაქტი იმაზე, რომ სტარტაპის მიმართ ნდობა არსებობს. ინვესტორები ფიქრობენ, რომ ახლა ამჟამად წამგებიანი სტარტაპი მომავალში შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია გახდეს მსოფლიოში, გლობალურად და არა მარტო ტექნოლოგიური მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ OpenAI მომავალ წელს საფონდო ბირჟაზე გასვლას და საჯარო კომპანიად გადაქცევას გეგმავს, ეს კი SoftBank-ს და ზოგადად ინვესტორებს, რა თქმა უნდა, პირდება კარგ მომავალს, მნიშვნელოვან მოგებას, რაც რა თქმა უნდა, მიმზიდველია ინვესტორებისთვის. ახლა შემდეგი რაუნდის, ამ რაუნდის შემდეგ, როცა 100 მილიარდის მოზიდვა ნავარაუდები დაახლოებით 830 მილიარდამდე უნდა გაიზარდოს კომპანიის ღირებულება და შეფასება, შესაძლოა რომ პირდაპირ ტრილიონით დაიგრძნოს ძალიან დიდი ვარაუდით ასე ბირჟაზე. შეგახსენებთ, რომ იაპონური ფინანსური ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა მასაიში სონმა საჯაროდ განაცხადა, რომ საინვესტიციო ბანკი მთელ თავის ფსონს OpenAI-ზე დებს და სჯერა, რომ სტარტაპი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით წამყვან კომპანია ჩამოყალიბდა 51 მილიარდი უკვე ინვესტირებული აქვს სტარტაპში და 11%-მდე გაზარდა ამით წილით დამატებით 30 მილიარდის ინვესტირებასაც განიხილავს, როგორც ვახსენე. კი, OpenAI-ის ინვესტორთა შორის ასევე არის Nvidia, პლანეტის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი კომპანია, რომელმაც პრინციპში ყველაზე დიდი ხეირი მიიღო OpenAI-ის tech revolution-ით, რადგანაც ChatGPT რომ არა, Nvidia-ც დღეს არ იქნებოდა 4.5 ტრილიონიანი კომპანია. სხვათა შორის, Nvidia-ს დამფუძნებელი Jensen Huang-ი ძალიან ხშირად გამოდის საჯარო საუბრებში და ის ხშირად მიუთითებს იმ მომავალზე, რომელზედაც ჩვენ საუბრობთ ხოლმე კრიტიკულადაც, მათ შორის ეს მომავალი უკავშირდება AI ჩანაცვლებას, სამუშაო ადგილების გაქრობას და რობოტებით ადამიანების, ასე ვთქვათ, მარტივად რომ ვთქვათ, ჩანაცვლებას იმ სამსახურებში, სადაც დღეს ადამიანები არიან დასაქმებულნი. ამ საკითხზე Huang ცოტა სხვა წარმოდგენა აქვს და ის ფიქრობს, რომ AI რეალურად ახალ სამსახურებს შექმნის და უბრალოდ ძველები გაქრება და ახლები შეიქმნება და ასევე ის იმას ამბობს, რომ სავარაუდოდ უახლოეს მომავალში, აი დაახლოებით 5-10 წლიან პერსპექტივაში საუკეთესო შედეგი ზრდის მიმართულებით ეკნებათ ძალიან ტრადიციული ხელობის მქონე ადამიანებს, მათ შორის სანტექნიკოსებს, ელექტრიკოსებს, მშენებლებს და იმ ადამიანებს, რომლებმაც უნდა შექმნან ფიზიკური ინფრასტრუქტურა AI რევოლუციისათვის. აქ საუბარია data ცენტრების აშენებაზე, კვლევითი ცენტრების აშენებაზე, ქარხნების აშენებაზე და ამ ყველაფერზე. ცხადია, დღეს Tesla-ს Optimus-ები ვერაფერს ვერ აშენებენ, შესაბამისად, რეალური სანტექნიკოსები, ინჟინრები და ასე ვთქვათ, არქიტექტორები და ასევე ელექტრიკოსები არიან ამ საქმეში საჭირო. აქვე ხელფასების რეინჯებიც კი დაასახელა მან ამერიკაში, რა თქმა უნდა, და ფიქრობს, რომ ასეთი პროფესიების შემოსავლები წლიურად გაიზრდება საშუალოდ $100,000. ამის გაორმაგდება ეს მაჩვენებელი ასეთ უახლოეს პერსპექტივაში $100,000, ისე რომ მოვიყვანოთ სტატისტიკურად არის top 10%-ის შემოსავალი და ამას ამერიკაში დღეს იღებენ იურისტები, ექიმები და ყველაზე მაღალი დონის პროფესიონალები, რომელთაც ხშირად 100,000-ზე გაცილებით მეტი აქვს გადაღწეული იმ დიპლომებში, რომლებმაც შემდეგ მათ ამ სამუშაოს მოპოვების საშუალება მისცეს. მოკლედ ესეთი ვითარება გვაქვს Nvidia-ს ხელმძღვანელი ძალიან პოზიტიურად არის განწყობილი მთელი ამ პროცესების მიმართ. Nvidia ინვესტირებას არ აჩერებს სხვადასხვა მიმართულებებით, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ძალასთან მიმართებით თავის დამოკიდებულება Jensen Huang-ს აქვს. ამ შემთხვევაში 2 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციაზეა საუბარი, რომელიც განხორციელდა CoreWave-ში Nvidia-ს მიერ. Managementis განცხადებით ეს ინვესტიცია მიზნად ისახავს CoreWave-ის ფინანსური მდგრადობის გაძლიერებას და
AI ქარხნების მშენებლობის დაჩქარებას, რომელთა ჯამური გამოთვლითი მძლავრი 2030 წლისთვის დაახლოებით 5 გიგავატი უნდა იყოს. ინვესტიცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ კომპანიისთვის, რადგან კომპანია ბოლო პერიოდში დიდი მოცულობის ვალების გამო ინვესტორთა მხრიდან წნეხის ქვეშ იყო და წნეხს განიცდიდა. NVIDIA-ს მხარდაჭერა არა მხოლოდ ფინანსურ რესურსებს მოუტანს, არამედ მიწის, ენერგიის და მონაცემთა ცენტრების მოსაწყობად საჭირო ინფრასტრუქტურის მოპოვებაშიც დაეხმარება და გამარტივებაში ამ პროცესის სიახლის გავრცელების შემდეგ Corveo-ის აქციების ღირებულება 15%-ით გაიზარდა, რაც ბაზრის მხრიდან ამ სტრატეგიული ალიანსისადმი ნდობაზე მიუთითებს, სადაც NVIDIA ჩაერევა ხოლმე, მე მინიმუმ 10%-იანი ზრდები გვაქვს ხოლმე და ნდობაც იზრდება. ნამდვილად ასეა. სხვა შორის საპირისპირო სიახლე გვაქვს Merck-თან დაკავშირებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფარმაცევტული კომპანია პლანეტაზე, რომელმაც გადაიფიქრა ინვესტიციის ჩადება და ჩაშალა მოლაპარაკებები Revolution Medicine-თან. ეს არის სტარტაპი, რომელიც მუშაობს სხვადასხვა ინოვაციურ პრეპარატზე, მათ შორის კიბოს მკურნალობის მიმართულებით და მარტივად რომ ვთქვათ, Merck-მა გადაიფიქრა ამ კომპანიის შესყიდვა, რადგანაც მოლაპარაკების პროცესში გამოჩნდა, რომ კომპანიის შეფასება უკვე 30 მილიარდ დოლარამდე იყო გაზრდილი და მათ უბრალოდ ამ თანხის გადახდა არ სურდათ. ხოლო თავად ეს და იმით იყო გამპირობებული, რომ Merck-მა უბრალოდ მოლაპარაკება დაიწყო. როგორც კი სიახლე გავრცელდა, კომპანიის შეფასება გაიზარდა და ის თანხა, რისი გადახდაც მათ თავდაპირველად სურდათ, უბრალოდ გაიზარდა. აქედან გამომდინარე, ამიტომაც მათ გადაიფიქრეს ამ კომპანიის შესყიდვა. სხვა შორის ეს ამბავი როგორც კი გავრცელდა, რომ Merck-ი გავიდა მოლაპარაკებიდან, Revolution-ის კაპიტალიზაცია დაეცა მომენტალურად 22%-ით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რეალურად ის საკმაოდ ძვირად იყო შეფასებული ინვესტორების მხრიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ Merck-ი აპირებდა მის შეძენას, ეს კი ძალიან კარგად გაიაზრეს Merck-ის ინვესტორებმა და მარტივად რომ ვთქვათ, ამ მოცემულობას არ დათანხმდნენ. ხო, და ბოლო სიახლე ამ ბლოკში ერთი სიახლეა, მაგრამ ორი მხარე აქვს ამ სიახლეს. ტრაგიკული სიახლეა. კი ბატონო, ვინც ელოდებოდა PlayStation 6 და ამის მოლოდინი ქონათ 2027 წელს, მათთვის ეს თარიღი შეიძლება 2029 წლამდე გადაიწიოს, ვინც PlayStation 5 გულშემატკივარია, მათთვის პირიქით გასახარი ამბავია, რომ კიდევ დიდხანს გაგრძელდება ეპოქა, რომელიც PC5-ს უკავშირდება და რომელიც აგერ უკვე თითქმის 9 წელს დაითვლის თუ ეს პროგნოზები გამართოს. ხო, შეიძლება 10-მდეც მიიყვანონ. და ეს იქნება ყველაზე გრძელი ეპოქა ერთი სათამაშო კონსოლისა, რომელიც გაიარა მან წინამორბედსა და შემდეგის ნაწილში. საქმე ეხება იმას, რომ Sony ფიქრობს, ასე ვთქვათ, კონსოლის გამოშვებაზე 2027 წელს, თუმცა შესაძლოა, რომ ეს ფიქრები გადავალდეს 2008-2029 წლამდე. რამდენიმე მიზეზით შეიძლება იხსნას ეს. ერთი მიზეზი არის ის, რომ PlayStation 5-ის გაყიდვები კარგად მიდის და რაც უფრო მეტხანს იქნება ის ასე ვთქვათ გაყიდვაში, დანახარჯები, რომელზეც მასზე იყო გაწეული, უფრო მეტად იქნება უხეშად ვთქვათ ამოღებული და მოგება შესაბამისად დაგენერირებული. PlayStation 5-ის გამოშვება და ემთხო პანდემიის პერიოდში შესაბამისად ლოგისტიკური პრობლემები, რაღაც მიწოდების ჯაჭვია, მოკლედ ძალიან გაძვირდა. ხო, წარმოება ძალიან გაძვირდა და ძვირი იყო PlayStation 5, როგორც წესი, წინამორბედებთან შედარებით საკმაოდ ძვირი გამოვიდა. შესაბამისად ამ დანახარჯების დაგენერირებას მოგებაში ფიქრობენ Sony-ში და ფიქრობენ იმასაც, რომ PlayStation-ს კარგი სამომხმარებლო ბაზა აქვს, რომელიც ყოველდღიურად იზრდება და რატომაც არა, მოდი გადავწიოთ PlayStation 6-ის გამოსვლა სამომავლოდ. რა თქმა უნდა ეს მოხდება, თუმცა მოხდება 2027-ში თუ 2029 წელს, ახლა ამაზე მიდის მსჯელობა. ჯერ ამაზე გადაწყვეტილება რეალურად მიღებული არ არის, თუმცა Sony სერიოზულად განიხილავს, რომ PlayStation 6 დღის სინათლის 2029 წელს იხილავს.